ეგეთ ისტორია არის. მან უფრო თქვა ბრმანაწლავი. და შუა გემზე. შუა გემზე. ოღონ ამერიკის სპორტში ვართ რა. ოღონ დაშორება ძალიან დიდია კილომეტრი. ანუ გადახტომას და გაცვლას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ დაიქცევა. ანუ გემი პორტზე არ არის შემოსული. არა, არა. შუა ზღვაში. ვეუბნები რომ მაქვს კივილი ბრანაწლავის არეში და შეიძლება გამისკდეს, იმიტომ რომ ვერ ვიმართები და ნუ ეს ყველაფერი სპექტაკლია რა, ესე კიდევ როლში ვარ და რა თქმა უნდა დაურეკეს სასწრაფოს ყველაფერი აუხსენი, ძალიან მშვიდად, თავაზიანად და გამომიძახეს კატერი. ეს რომელ შტატთან ხარ ახლა? სან-ფრანცისკო. სან-ფრანცისკოდან მოვიდა კატერით სასწრაფო. სასწრაფო არა, უბრალოდ კატერი მოვიდა. ტაქსი ჩათვალე რა, გადმომშვეს სან-ფრანცისკოს პორტში და არავინ არ დამხვდა საერთოდ. საერთოდ არავინ, ანუ არ ვიცი. რაღაცნაირად ნდობას საავადმყოფოში არ წაგიყვანე? არ წამიყვანე. უბრალოდ შენ თავისთვის შენ თვითონ და ანუ ჩემი სპექტაკლი მან დასრულა და ანუ აი რას ვამბობ რა, ანუ ამ ნდობაში არის რა, ანუ რეალურად ძალიან სახიფათო იყო, ძალიან სარისკო იყო. შეიძლება მართლა დავაჭირე და ცუდი რიმით დამთავრებული იყო ისტორიით და ახლა აქ ერთმანეთს ვერ დაველაპარაკებოდი, მაგრამ რისი მეტად გარისკენ? სამყაროს ნდობით, ღმერთის ნდობით, აი ესე ვიტყვი პირდაპირ. ანუ მოკლედ ბრმანაწლავის ატკიებამ მოგახვედრა ამერიკაში. პირველი რა გააკეთე, აი რომ მივხვდი რომ გამოხვედი სან-ფრანცისკოში. კაციშვილს არ იცნობ. სან-ფრანცისკოში მივედი ვაგზალში, ვაგზალი სადგურში. დეზერტირების ბაზარზე. მივიყიდე ავტობუსის ბილეთი და 4 დღე ნახევარი გადავიარა, მთელი ამერიკა გადავკვეთე რა, ძალიან მაგარი იყო, ძალიან საოცრება იყო.